ტომას აპტონი და როდრიგო მარტა და 15 ნომერი იქნება მანუელ ვარეირო უბრალოდ. ხო, მათი თავში ჟერემი როზია, რომელიც საკმაოდ ინტერნაციონალური სამხედრო ბრიგადა ყავს. ვივიენ პრადერია თანამედროვე ასევე ფრანკი ალექსი იონესკო რუმინელი მეორე კიდის საჭი და ვინჩენცო შიპანი იქნება იტალიელი TMO დაიწყო შეხვედრა შემდეგ პაუზაზე უკვე საქართველოს 15-ულიც გავაცნოთ მაყურებელს პირველი ბურთი მიიღეს პორტუგალიელებმა ძალიან მშვიდად აბუცაძე მალევე მოახერხა მეტოქის შებოჭვა და 22-ში ჩამოყალიბდა რაკი ფეხით აპირებს გასვლას კამაჩო იბატონო სოლიდურად არ გამოვიდა დარჩა მოედანზე და თედო რა კარგია ერთი წრუმოძრაობით ჩამოიტოვა ვიზავი და ჯალაღონიას თავი წრუმოძრაობით მაგრამ კარგი ბოჭვა დაახვედრეს პორტუგალიელებმა ისე ვასკა ხო ორმაგი ბოჭვა დაახვედრეს ახლა უკვე საღინაძე იყო კონტაქტზე მარჯვნივ შებრუნდა შეტევის მიმართულება გამართული დახდნენ გამართული მივიდა თავად გიორგი მელიქიძეც ხო მელიქიძის დაბრუნება როგორი აღსანიშნავია რა საბა ძალიან კარგად თამაშობს და ასპარეზობს ეროვნულ ნაკრებშიც დაბრუნდა იმის მერე ძალიან სასხალოა მისი დაბრუნება უდიდესი ძალა არის ის აგვითამაშდა ბურთი ცოტა ხელებში წინ თამაში დაფიქსირდა პორტუგალიელები ბურთით ლობჟანიძე კვესელაძესთან ერთად დუეტში დიდი წრეხი აქვს ჯერემი როზია ეცდება რომ შეკრება არ დაეცდებოდა რომ შეკრება არ დაინიშნა მაგრამ ისეთი კარგი წრეხი დავარეთ მეტოქის რომ საბოლოოდ დაბრუნდება ეს ხო უკან დაიხიეს პორტუგალიელებმა ვერ იხეირეს ამ უპირატესობით ასე რომ იმ წერტილში ცოტა უფრო წინ ვიდრე რაკი ჩამოყალიბდა იქნება შერკინება მე კი ისარგებლებ პაუზით გაგაცნობთ საქართველოს 15-ელს პირველი 2 და 3 ნომრებით გიორგი ახალაძე ვანო კარკაძე გიორგი მელიქიძე 4 და 5 მეორე ხაზში მიხეილ ბაბუნაშვილი და ლადო ჩაჩანიძე შეუწყვილდებიან ერთმანეთს ილიას პანდერაშვილი 6 მესამე ხაზში ბექა საღინაძე 7 თორნიკე ჯალაღონია კი 8 ნომერი 9 და 10 ღერძი ვასილ ობჟანიძე და თედო აბჟანდაძე წყვილში 11 დავით ნინიაშვილი 12 ცენტრში გიორგი კვესელაძე გიორგი შველიძე 13 14 აკატ აბუცაძე 15 კი ოთარ მეტრეველი თავარი მწვრთნელი იგახვალთ მარკო ბორტოლამ აქ პირველი შეკრება კარგად მოეწყო მყარი იყო და გამოვიდა ბურთი და პორტუგალიელები მოდიან საკუთარი ნახევრიდან საბოლოოდ ფეხი დაარტყეს და აქ საინტერესოა სად გადავიდა ვერ დავინახე ოთარ მეტრეველს ხედავთ რომ ამოვიდა 22-ის გარეთ თუ 22-ის გარეთ ამოვიდა ეს შესაბამისად არ იქნება 30-22 და იქნება ჩვენი დერეფანი კი ბატონო აგერ ხედავთ ანუ კარკაძე ეს ხო, ჩვენი მიზანი რა უნდა იყოს, საბა, ახლა დღევანდელ მატჩში რომ მაქსიმალურად ჩვენი მორკინალები დავჩეჩქოთ მეტოქე, დავღალოთ, დავწნიხოთ მაქსიმალურად და საბოლოოდ უკვე შემდეგ უკვე იმ შექმნილი უპირატესობით ხაზზე ვითამაშოთ. რაც გამოგდის ხოლმე თუ აესე შერკინებას აეწყო თამაში, შემდეგ უკვე კარგად, იმიტომ რომ ერთ ფრთაზე ნინიაშვილი, მეორეზე ტაბუცაძე და 15 ნომრად კი მეტრეველი, რომელიც არ ვიცი, ალბათ ერთ-ერთი აღმოჩენა არის ძალიან მაგრად ჩაჯდა ნაკრების ამ ფორმაციაში. ძალიან კარგი ბიჭია ზოგადად და ძალიან კარგი მომავალი ეუდება. ჩემი აზრით აპტონი გაატანა აქ და რა კარგად გვიტევდნენ თითქოს, მაგრამ საბოლოოდ გადავიდნენ დერეფანში და იქნება ჩვენი დერეფანი ისევ. უნდა ვცადოთ მოლი, რას ფიქრობს აბა? პირველი დერეფანი დამაჯერებლად მოვიგეთ. ახლა გამოჩნდა ჩვენ დაცვაში სივრცე და რომ გასულიყო ეს გადაცემა უკვე დიდი ხიფათიც იქნებოდა. როდრიგო მარტას შესაძლებლობებიც ვიცით ხო რა ადონის რაოდენ სახიფათო მოთამაშე არის ვანო კარკაძე ახლა ბურთით იქნება ჩვენი დერეფანი წაგვიკითხეს მოგვიგეს და აქ ჩეტევაზე ყურადღებით უნდა ყოფილიყავით კონდა მეთქო მაგრამ არაზუსტი გადაცემის შემდეგ პინტო უტყამს მაღალ ფეხს და ჰაერში უნდა ტაბუცაძე კარგი იყო აიღო ეს ბურთი უკვე მაინც გამოდგა ბოჭვა ამოგდება კვლავ კვესელაძეს არაერთხელ აღნიშნეთ რომ ფეხით თამაში აქვს მომატებული და ხო ის ფეხზე დისკომფორტი რაც ჰქონდა კუნძზე მოირჩინა როგორც მოგვიანებით გავიგე უკვე როდესაც ვესაუბრე და აი ამ კუნძზე დისკომფორტის მოხსნა მისცა ისევ საშუალება რომ ადრე ვისაც ახსოვს მისი თამაში ემახსოვრება ისიც რომ მის არსენალში შედიოდა ფეხი. აქა იანვარდი თამაშეს პორტუგალიელებმა საბოლოოდ
კარგად გაატანეს ჩამოვიდა ინტერვალში, მაგრამ ჯარიმის უპირატესობით ისარგებლებენ, ჩარჩენილი ვიყავით თამაშგარეშე და რა სწრაფად თამაშობს პორტუგალია და აკვირდით. ხო, პორტუგალის ერთადერთი პლუსი არის ამ თამაში ის, რომ მაქსიმალურად სწრაფად ითამაშოს, სწრაფად გაიტანოს რაქებიდან ბურთი, ან გამოიყენონ სივრცეები და აქ არის მათი კოზირი, რა თქმა უნდა, ჩვენთან ჭიდილში ზოგადად ძალიან რთულია რომ ფონს გახვიდე. რომელი ნაკრებიც არ უნდა იყო, მაგრამ აქ 50-22 გავიდა. შეტანილი არა, არ იყო შეტანილი. არჩევანიცხომ ჰქონდათ აქ ჯარიმა, ეს უნდა ერთიად ლოგიკურია. ერჩივნათ რა თქმა უნდა, უკვე დაახლოებით მაინც ამ წერტილში უნდა გადაეტანათ და უკვე გადასული ბურთი აუწებ. დერეფანში ამჯერად უკვე გავათანაბრეთ ანგარიში და ჩვენც მოუპარეთ. კი ბატონო, წამოვიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი დერეფანი საკუთარ 22-ში და აქ უკვე მოდათ თვითდაჯერებასაც ოდნავ შეუახლოვთ პორტუგალიელებს აქ დარტყმა მარტივად აიღო აქ ვინსენტ პინტომ წამოვიდა და კარგადაც დავხვდით აქ არ უნდა ვითამაშოთ ამ ბურთს რადგან ჩავანილები ვარ და საბოლოოდ გაიწმინდა ეს რაკი მორკინალები საქმეში. ჯერჯერობით მე-6 წუთისთვის პორტუგალია ბურთით ფლობს უპირატესობას, უფრო დიდ დროს ატარებს ბურთით ხელში და ფაზებიც ცხადია, უფრო მეტი აქვს. რამენაირად ბურთი უნდა მოვიპოვოთ და ეს უპირატესობა უკვე ჩვენ მხარეს გადმოვამისამართოთ. ერთი დარტყმა აქ შევუნელეთ რაკი, შევუნელეთ შეტევის ტემპი, ფეხით თამაში სწორედ აქედან გამომდინარე უკვე პორტუგალიელებისგან სად არის ბურთი თუ ჩვენს დავანახებს რეჟისორი უკან მარტა ყვავ კონტაქტში მაგრამ პანდერაშვილმა გადააზღვია საბოლოოდ ეს კონჩეტევა და ხელი გაიშვირა საინტერესოა ისთვის ავორ წინ თამაშისთვის მხოლოდ ჩაჩანიძე აქ მოიგეცა knock on here we come back here accidental offside by red accidental offside here შემთხვევითი თამაშგარე ხო, შერკინება საინტერესოა, წინა შერკინებაში ძალიან მყარი შერკინება იყო. ხო, ძალიან უძრავი და სტაბილური. საჯებისთვის ანატრელი შერკინება იყო, მინდა ვთქვათ, მაგრამ არ მგონია რომ მთელი თამაში ასე გაგრძელდეს, რადგან მეც მეეჭვება პირველ ხაზს თუ გადავხედავთ. როდესაც მინიმუმ. როდესაც ჩვენი ბურთი იქნება დარწმუნებული ვარ იქ რომ მივაწვეთ და ზოგადად წარმოიდგინე აქ როზე სწორედ ის სურვილი და ნატრა მოდი ხა ავიღოთ შემადგენლობები. კარგი მოთამაშე ვიყავთ პორტუგალიას, მაგრამ როდესაც ჩვენ მარკაფაში ვხედავ ივანიშვილს, გოგაძეს, ჯავახიას, მგონია რომ საინტერესო იქნება უკვე ის დასკვნითი ნახევარი საათი კიდევ უფრო ალბათ აქედან გამომდინარე. გამოვიდა შერკინებიდან ბურთი გაშალეს ხაზზე რა თქმა უნდა ერთიც რომ მოძრაობა ხო, აქ აპელირებენ ხო. გაიშვირა კიდე ცხელი არ პრობლემებია და უნდა ოუ, ეს კარგი იყო მეტრეველისგან, რა კარგი შემდეგაც კარგი მოძრაობა. მაგრამ ჯარიმა იყო როგორც ჩანს ჰაიცა კორჯა არ მგონია რომ მარტო ჯარიმაზე მეტი იყოს რავე, იმიტომ რომ აი იქოს ცირედი კონტაქტი იყო ისთან კი ბატონო. აი გამეორებით კონტაქტი იყო ესე ესელადაც მეორე მარცხენა ხელი თუ აუწდა რაც ამ რაკურსიდან არ ჩანდა. ნახოთ, კარს ძელებს უმიზნებს პორტუგალია. ლოგიკურიც არის რა თქმა უნდა პორტუგალიას ყველა ქულა დაჭირდება. ჯერჯერობით უბურთოთ ვართ და 8 წუთი ისე წავიდა რომ პორტუგალია აკონტროლებს ჯერჯერობით თამაშს, მაგრამ ეს ყველაფერი დროებითია ჩემი აზრით. ხო, იცი რა, სულ ამბობთ ამასაც და ეს ჩვენი დიდი ხნის პრობლემაც არის. თამაში ჩართვა პირველ წუთებზე როგორც წესი გვიჭირს და შემდეგ უფრო ვახერხებთ თამაშის შეგრძნების პოვნას, ჩვენი თამაშის პოვნას. ეს არ არის სასიამოვნო რა თქმა უნდა, მაგრამ ფინალი ამ ტურნირზე მით უმეტეს ვიცით ხოლმე. იმედია არაფერი შეიცვლება. პირველი ჯარიმა, პირველი ქულების შანსი პორტუგალიას ვერ გამოიყენეს ნინიაშვილის მოგერიება, ფეხით დაამუშავა და
ოლისმა წამოიღო თავად. ნინიაშვილი ბოჭავს ჯავაღონიასთან წყვილში. დისციპლინა უნდა გამოვასწოროთ პირველ რიგში, ბურთს მეტად უნდა გავუფრთხილდეთ და ბურთი მოვიპოვოთ. დავაკარგინეთ და ჯარიმა. კი, ჯარიმა რა თქმა უნდა წინ თამაში და შემდეგ წინ მდგომა მოთამაშე მითამაშა, რაც თამაშგარე არის და შესაბამისად მივიღეთ ჯარიმა და ეს კი ჩვენი პირველი შანსია გაცვლებული ჯარიმის შემდეგ და იმ 8 წუთის შემდეგ, სადაც სრულად აკონტროლებდა პორტუგალია ბურთს, ახლა მივიღეთ ჩვენ შანსი რომ გადავიდეთ მეტოქის ნახევარზე და კარგად ურტყამს თედო მივიდა მეტოქის 22-თან დაახლოებით ვერ დავინახე იქ გვერდითამ საჯმა სადაცია მაგრამ ესე თვალისწინით On the line. ხო რა თქმა უნდა აქ სწორი ჯარიმა წინ მდგომა მოთამაშე მითამაშა წინ თამაში შემდეგ და აგრესია იყო კარგი დაცვაში რაც თავარია ვანო კარგაძე და ჩვენი პირველი შანსი ასეთი რეალური რომ წარმატებული შეტევა ვაწარმოოთ ჩაჩანიძეზე მოვიგეთ ბურთი მაგრამ კვლავ როზეს Not straight. ნიშანი არასწორი მოწოდება ერთხელ კარგად მოვაწოდეთ ამის შემდეგ ერთი ბურთი დავკარგეთ დერეფანში ერთიც მოვუგეთ პორტუგალიელებს და ახლა კვლავ გავანიავეთ დერეფანში ჩვენი შანსი კი ბატონო აქ შერკინება ხო წინა შერკინებაში მივეცით ბიძგი და წავედი წინ უბრალოდ მალე გაიტანა პორტუგალიამ აბა აქ შეგვიძლია რომ რაღაცა უპირატესობა ვიხეიროთ მაგრამ ისეთი ზონა არის საბა სადაც ჩვენ გმართებს ის რომ ძალიან კორექტულები ვიყოთ შერკინებაში თორემ საჯების ფსიქოლოგიაზე რომ ვისაუბროთ ხო აი გეოგრაფიაზე და ფსიქოლოგიაზე ვინიცის რა იხარშება მათ თვისში ხო ხო ხანდახან ხო ნახო დადგა შერკინება მივეცი ბიძგი და უკვე დავაჯარიმე ბრავო დააჯარიმა მელიქიძე მაგ თავის ვიზავი ლუის ლოპესი აჯობა სტატ ფრანსეს ფორვარდმა ძალიან ძლიერი პირველ ხაზელია გიორგი მელიქიძე და მოითხოვა თავად მოითხოვა დერეფანი ნახო წავიდეთ კი ბატონო ლეო რა თქმა უნდა ლეო ჯობია აშკარად ხედავთ აქედან რაც გამოჩნდა დავინახე წავედით დერეფანში აქ უკვე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი არის ამ დერეფნის მოგება გასაგებია წინაც 22-თან ახლოს იყო მაგრამ აქ მთლად 5 მეტრიანს მივადექით 10 meter. მე-12 წუთისთვის შანსი საქართველოს ნაკრებს ბაბუნაშვილმა მოიგო კარკაძემ ჩახსნა ბურთი ბოლში ვაკონტროლებთ ხო მოლი შეიკრა ღერძის ცვლას ვცდილობ დაგვემატრენ უკვე სხვა მოთამაშეებიც და აქ ჩაქცევა ხომ არ არის შემთხვევით არის გაიშვირა ჯარიმის ხელი არბიტრმა ლობჟანიძე სწრაფი ბურთი გვაქვს მარჯვენა ფლანგზე კარგი გადაცემა უნდა ყოფილიყო მაგრამ არ არის მაგრამ ჯარიმაზე დავბრუნდებით ჩაქცევისთვის თითქოს იქ გარეთ მეგონა რომ ჩვენი მიმღები მოთამაშე ელოდებოდა ისე მოჭრათ ედომეს პასი მაგრამ გადაცემა გაცვდა უბრუნდებით ჯარიმის წერტილს აი ხომ არ ჯობია აი ესე დროს როდესაც პორტუგალიის დაცვა დაალაგებულია ხაზის ერთი დარტყმა გავაკეთოთ ორი დარტყმა გავაკეთოთ რაც ნაცადი პრაქტიკაა ხო მორკინალები და შემდეგ დავტოვოთ სივრცეები და მერე უკვე ვითამაშოთ ფიქრობ რომ როდესაც ფლანგზე ნინიაშვილი ყავს ტაბუცაზე ყავს ასეთი სწრაფი მეტრეველი ასეთი სწრაფი მოთამაშეები ჯობს რომ ერთი დარტყმა კვეცელაზემ გააკეთოს და მერე უკვე ან შველიძე ორივეს შეუძლია დომინანტი კონტაქტის გაკეთება დაცვასთან ნახოთ აქ ისევ ჯავაღონია მოხსნა ორი ხელი და შეიკრა მოლი კარგად გამოიყურება ეს მოლი ვანო კარგად ცდილობს რომ ბურთი მოიპოვოს აქ ბოლოში აქ ლობჟანიძეს ეხმარება მოაშორა ერთ-ერთი პორტუგალიელი და ახო ჯერ ერთი გაჩერება ერთი აი ახლა დაგვიძახა ერთი გაჩერება ლობჟანიძე გაიტანა ხო აი ამაზე ვიძახდი ერთი დარტყმა ნინიაშვილი ისევ ლობჟანიძე საყინაძე მოიშორა გაისტროლა ვიცავი ლობჟანიძე გაიტანა მელიქიძე წამოვიდა დატრიალდა მელიქიძე მოლის შეკრის ცდელობას გავდა მაგრამ არა მარჯვენა ფლანგი კვლავ მორკინალების პანდერაშვილი ჩაერთო საქმეში ხო პორტუგალიელებს ერთ-ერთი დავალება იქნება ის რომ აქ უპირატესობა არ მოუხსეს კონტაქტში და ეს სიმპას ძალიან გავდა სიმპას გავდა და თამაშგარე როგორც ჩანს 0-ში დაჯარიმდნენ აქ პორტუგალიელები აქ ნინიაშვილი მომზადებული იყო რომ გაათამაშოს სწრაფად და ითამაშოს. კი, გამოჩენის წამიდან გვახსოვს ბურთთან როგორ უყვარს სიახლოვე, აი ეს ირლანდიის თამაშიდან მოყოლებული ძალიან თვალშისაცემია, კი. ვათამაშებთ და კვლავ ლელოზე ვთამაშობთ.
უქულოდ არა, ულელოდ გამოსვლა არ გვინდა ჩვენ ამ შეტევიდან. საინტერესო ჩანაფიქრი როზიეს დავაბნიეთ. საღინაძემ დაარტყა, გავწმინდეთ რა კი ერთი პასი იყო, მაგრამ დაგვივარდა სამწუხაროდ. შეცდომა დაუშვა ჯალაღონიამ, ერთი გადაცემა იყო საჭირო იმისათვის, რომ ახლა 5-0 ყოფილიყო ტაბლოზე. კი ბატონო, დაგვივარდა და ახლა უკვე გამოვლენ პორტუგალიელები საკუთრებიდან. კი ბატონო, დაამთავრდა თამაშის უპირატესობა და ისევ იქნება ჩვენი დერეფანი. ხო, მოლში კარგად გვიმუშავებიან, უნდა აღვნიშნო, არ გვაძლევენ წინსვლის საშუალებას, აგერ ორი მოლი ქონდა დაყენებული და მიუხედავად იმისა, რომ აქედან ერთ-ერთში დაჯარიმდნენ, ფაქტია, უქულოდ გამოვიდნენ, მოიგერიეს ეს შეტევა და ახლა კვლავ გვიწევს თავიდან ამ ყველაფრის დაწყება. კი ბატონო, კარკაძე და უეცებით უკვე მე-6 წუთია მივაჯაჭვეთ თავიანთ ნახევარს, თავიანთ 22-ს, მაგრამ ჯერჯერობით შედეგი ამას არ მოაქვს და დავკარგეთ უკვე დერეფანი. ბაბუნაშვილი მიარტყა ფეხი და სად არის ბურთი? ბურთი მკვდარ ზონაში. შეშთავაზა, წინ თამაშიც იყო და 22 option. ხო. წინ თამაში არ იყო, გადავიდა ბაბუნაშვილისგან, ან 22 ან შერკინებაო და რა თქმა უნდა 22-ს აირჩევს პორტუგალია. კითხვაც არ უნდა. მათ შერკინებაშიც დავაჯარიმეთ ბოლოს. ამან სავარაუდოდ კიდევ უფრო უნდა დაუგდოს თავდაჯერება და თვით რწმენა პორტუგალიელებს სტატიკურ ფაზებში რა კარგი იყო და დამაჯერებელი ილიას პანდერაშვილი. დამაჯერებელი სწორი სიტყვა, საბა, ლობჟანიძე გაიტანა, აბჟანდაძე. კვესელაძე, ზურსუკა, შველიძე, ნინი. კარგი გათამაშება. მეტრეველი აჩქარდა. და გააკეთა უპირატესობა, პრეზენტაციაც მშვენიერი იყო ბურთის. ცოტა დაგვიგვიანდა ბურთის გამოტანა. აქ ვაუ, ჯარიმა. ან მესმის. Time off, captain. ბევრი ჯარიმა დაუგროვდათ და მესმის, მაგრამ უპირატესობა და შეგვიძლია. მერე შეეძლო გაფრთხილება. We are on 3 penalties on Euro against your team. Have a word to them, you know what can follow. ხო, მარტივი კომუნიკაცია იყო ჯერემი როზიასთან, რომ სამი ჯარიმა შეგიძლია და იცი რაც მოყვება ამ ყველაფერს თუ ასე გაგრძელდებაო, მაგრამ მე ვფიქრობ რომ შეგვეძლო უპირატესობით თამაში. ამ ეპიზოდში თედო კი ეცდება ახლა რომ მაქსიმალურად მიუახლოვდეს მეტოქის ჩაიცირა თუ დროულად არ ერთი ნეგატიური ფაქტორიც ახლავს ამ ყველაფერს, რომ თუ დროულად არ ავსახეთ ეს უპირატესობა, რაც სათამაშო კომპონენტებში გვაქვს უკვე ანგარიში, მერე საპირისპიროდ მოქმედებს. მეხი წამოვა ჩვენთვის სავარაუდოდ. და მერე ის, რაზეც ვისაუბრეთ, რომ ჩვენ შერკინებაში რომ ვაჯობეთ ეს თავდაჯერებულობაზე პორტუგალიელებისთვის ნეგატიურად მოქმედებს, წამოვა უკვე ჩვენკენ, რომ ჩვენ ეს რაღაც მუხტი ცოტა დაგვივარდება. ამიტომ დროულად გმართებს ამ ეპიზოდების გამოყენება. აი აქ კარგი ბიძგი მივეც, მაგრამ გამოვიტანეთ საბოლოოდ ბაბუნაშვილი. იგრძნო რომ კიდისკენ მიდიოდა, ამოიღო, ბატონო, სუფთად ამოიღო ეს ბურთი და ძალიან კარგად გააკეთა. ინადირა და მოიპოვა. ვოლცმა ძალიან მშვენივრად წამოიღო ეს ბურთი კამაჩოს ბოქსი სადავარდება ნინიაშვილი. ნინიაშვილი მიზანში ყავთ დარწმუნებული ამოღებული, მაგრამ კარგად წავიდა დავითი. ლობჟანიძე, ჩაჩანიძე უნდა დახაროს, წავიდეს კი ბატონო, მოიგო მეტრები ლობჟანიძე ისევ საღინაძე, რა თქმა უნდა საღინაძესთან ეს გამართული იყო აქ. ბოჭავი ლობჟანიძე, კვესელაძე, ახლოში ატაშველიძეს და კარგად გვიდგანან დათვაში. პორტუგალიელები თუ დააკვირდები საბა ორმაგ ბოჭვას გვიკეთებენ სულ ბაბუნაშვილი. ამჯერადაც იგივეა. კი ფიზიკურ ორთაბრძოლებში ჩვენ რომ გვექნებოდა უპირატესობა ეს გასაგები იყო, სწორედ ამიტომ მომზადებულები ხვდებიან პორტუგალიელები. ერთი კარგი ჩარბენა, გათამაშება საინტერესოა, მეტრეველი სრულ მოძრაობა მოასწრო, დარჩა ფეხზე. ძალიან კარგია. კარგი ბიჭია. ოთარ მეტრეველი. სურგს უკან გადაცემა აბჟანდაძე, საღინაძე, ორმაგი ბოჭვა, მაგრამ იბრძვის ფეხზე. კარგად ახსენ უნდა აღვნიშნოთ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს გულშემატკივრები ვართ, პორტუგალიელები დათვაში ჯერჯერობით ობიექტურობა არ უნდა დავკარგონ და ამოგვიღეს ეს ბურთი. ხო, იცი რა, ლოგიკურად ხდება ყველაფერი. დავიხიეთ ფაზაში უკან და დავკარგეთ ბურთი, ეს უპირატესობა კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო, რომ თუ დროულად არ აისახა ქულებში და თუ დროულად არ გადავიდა უკვე ანჯარიმაში ან ლელოში, არ გარდაისახა, შემდეგ ხდება აი ეს ყველაფერი. დაახლოებით 10 წუთიანი იყო ეს ჯარიმა კიდე საკითხავია. ხო, აი მან მე შენ კომპეტენციაში არ შემოვალ დაგითმობ მან დაასპარეს. 10 წუთი 9 წუთია, რაც პორტუგალიელები ყავს თავიანთ ნახევარზე, ფეხი არ გადმოუდგამთ
ჩვენკენ 10 მეტრიანამდეც აი ახლა ამოვიდნენ, მაგრამ ვერ ვიყენებთ ჩვენ მომენტებს. კი ბატონო. ნახოთ როგორ გადაიწყობა გუნდი და აქ ახალაძეს არ მინდა იმაობედით თამაშის გახსენება, რაც მსოფლიოზე იყო, მაგრამ იქ სწორედ ეს მიმდინარეობა იყო. ჩვენ ძალიან ბევრი შანსი გავანიავეთ პირველ ტაიმში და მახსოვს შემდეგ უკვე მათი მწვრთნელის კომენტარიც, რომ გასახდელში სწორედ ეს უთხარი ჩემს მოთამაშეებს, რომ ჩვენ იღბლიანები ვართ, რომ დავრჩით ამ ტაიმის შემდეგ ისევ თამაში, საბრძოლო ანგარიში გვაქვს, ამიტომ უნდა გამოვიყენოთო და გვახსოვს უკვე საფინალო სასტონის შემდეგ რაც მოხდა რა ანგარიშიც იყო დაბლზე. ამიტომ ეს შეცდომა ამ შეცდომიდან უნდა ვისწავლოთ და გაკვეთილი უკვე გამოვიყენოთ ჩვენ სასიკეთოდ. ლობჟანიძე 104 კებით არა? ამასობაში კი და დღემდე ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, ვისაც კი უთამაშია რაგბის მსოფლიო თასზე. გადადის პორტუგალია კიდეზე. საკმაოდ სოლიდური მე მგონი. ხო, ახლა უნდა დავიცვა და აგრესიული დაცვა გჭირდება. Here on სხვათა შორის მე-60 მრგვალი კეპი აქვს აკა ტაბუცაძესაც. ლუკა ბეგიჩი მოაწვით ეფანში ბურთს. ორი ხელი ჩამოუგდო კამაჩოს და აქ ზურგს უკან გაათამაშეს, შუაში დაგვარტყეს, მაგრამ დაცვა კარგად დგას. ჩვენი წინ წავიდნენ, მაინც მოიხელთა რაღაცნაირად, კამაჩომ გამოუტანა ხაზე და აქ რა ხდება? ცარიელია ზონა ლობჟანიძე აზღვევს, ნინიაშვილი მონახა ძალიან სწრაფად, რომ მოძრაობა ერთი კარგი გამოვიდა. დაძღვევა გვინდა, აქ ჩავარნილები არიან პორტუგალები, ვერ ითამაშებენ რა თქმა უნდა ამ ბურთზე. ხო, ოქროს წამი მოიგო ნინიაშვილმაც, რომ მოძრაობით და კონტაქტში შემდეგ ცირედი დროით ფეხზე დარჩენით, რაც ჭირდებოდა ჩვენ დამძღვევ მოთამაშეებს. აქ ერთი დარტყმა განმახორციელეთ. ხალხობჟანიძე ან თვითონ და თავად დარტყმას ან გაუტანს უკვე აბჟანდაძეს სავარაუდოდ თვითონ აპირებს კი ბატონო ბოქსი სადამდე უწევს ეს დარტყმა კი ბატონო ამოვედით 10 მეტრიანამდე დაცვა კარგი იყო უნდა აღვნიშნოთ ბაბუნაშვილის მომენტს ხო კარგად წაიღო ეს ბურთი აქ დავით როლისმა მარტივად ამოიღო. Time off. დრო გაჩერდა. On change ou on joue les gars? Je peux pas arrêter toutes les 5 minutes hein. ცირე ფრანგული On change ou on joue? კომუნიკაცია. Alors on y va. Allez. Rapide. პორტუგალიელებსაც უნდა ვთქვათ, რომ კომფორტულია, რადგან ძირითადად პროდეურში თამაშობენ და ჩვენები ახლა ვიდათ ტოპ 15-ში და პროდეურის მოთამაშეები არიან და ფრანგულთან ახლოს ვართ. მაქცილე და მისემ პინტოს ცილი დაზიანება. კი ბატონო, გრძელდება თამაში. ჯერჯერობით ლუკა ბეგიჩი 0-0 გვაქვს ტაბლოზე, ორი ხელით მარტივად კამაჩო გაიტანა ხაზე, აქ ჩაერთნენ მორკინალები საქმეში. ხო, აი, ცდილობენ პორტუგალები, რომ ძირითადად აი თედოსთან გააკეთონ კონტაქტი. გაიშვილა მაინც არბიტრმა ხელი. შემოგვიტია ბეგიჩმა უკვე ნულოვან ზონაში, ბურთზე ვეღარ მოახერხა ჩასვლა მელიქიძე მარცხნივ გაშალეს. ჩაერთო თამაში იქნება და დამდება ეს ჯარიმა. ხო, ზუსტად ვერ დავინახე სად მოვიდეთ ხელი. სად იყო ჯარიმა. ხო, სავარაუდოდ. იმედია გაგვიმეორებენ კარგად და ხო ეს არ მგონია. ასე ძალიან ტკენოდა უბრალოდ დღევანდელ დღევანდელ სამწუხარო რეალობაში რო იციან მოთამაშეებმა რომ ვიდეო რეფერი არსებობს ხშირად აი პატარაძე მოხდება თუ არა წვებიან ძირს და აფორმებენ სავით ამ ახალმა წესმა და გამკაცრებამ კონტაქტის არეალის გამოიწვია ესეც სხვათა შორის 51-ე შეხვედრას ატარებს ჟოზე მადეირაც პორტუგალიელების მაისურით C'est pas pareil qu'en Belgique, hein? Ok? Non, mais il n'y aura pas besoin, sinon tu sais ce qui va se passer. და მორიგი შანსი პორტუგალიას იმის რომ წინ გავიდეს და გახსნას ანგარიში დღევანდელ მატჩში. ჩვენ ძალიან გაგვიხარდა რა თქმა უნდა იქ ლელოზე რომ ვითამაშეთ ყველა ეპიზოდში, მაგრამ
პრაგმატიზმი ხომ არ არის საჭირო რაღაც მომენტში ხო აი იცი რა ძელებს წინ როდესაც გაქვს ანგარიშის გახსნის შანსი აქ ისევ გააფუჭა კაბრალმა უკვე 6 ქულა გაანიავეს პორტუგალიელებმა რა თქმა უნდა ცოტა ნერვების თამაში წავიდა ხო რა თქმა უნდა კარგია ეს ჩვენთვის მაგრამ უფრო ყურადღებით უნდა ვიყოთ დაცვაში დაცვაში და დისციპლინაში ხო იმიტომ რომ ხო ორი მაღალი ბოჭვა უკვე დაგვიფიქსირდა გასაგებია არც ერთი იყო ისეთი სახიფათო რომ ბარათი მოყოლდა მაგრამ ასეთ გაგრძელებაც რომ არ შეიძლება ვიცით მაღალი ბურთი საჰაერო ორთაბრძოლა მოგვიგეს მელიქიძე აქვე მალევე აკარგვინებს ბურთს და იქნება შერკინებები მრავლად არ გქონდა და პირველად შევაგორებთ ჩვენ ხო კი პირველად შევაგორებთ ჩვენ და აქ დარწმუნებული ვიყავით ძირფასო ტელემაყურებლებო რომ ვეცდებით ჯარიმის მოპოვებას და ძალიან რეალურია ეს ყველაფერი მე უფრო ისეთ კონკრეტულ ხო შედეგს ველოდი შენ ისე დაიწყე დარწმუნებულები იყავითო მაგრამ ჩემი უკვე აწუყე მრავალწლიანი კომენტატორული კარიერიდან უკვე ვისწავლე რომ წინასწარ არ უნდა გავაწრო რა ვიცი მე მსაჯისტროში რადებს ხო იცი აბა ვასკა ლობჟანიძე ბურთით ხო ვასკა ერთად გავიჯერეთ და ვასილი და მოდიში ვირტუალიზი ამონა და ჯარიმა რა თქმა უნდა გვერდითაც დაეხმარა და ჩავარდა როგორც ეს პირდაპირ ლუის ლოპესი ისევ დამარცხდა გიორგი მელიქიძესთან ორთაბრძოლაში მე ეჭვება დღეს სადმე გამარჯვება მოიპოვოს ფრედ თუ დასრულდება მაქსიმუმ თორემ აი ახლა კიდევ ერთი შანსი თედო აბჟანდაძეს მოიპოვოს მეტრები და იქიდან უკვე ჩვენ შერკინებას რომ კარგი დერეფანი ვაწარმოოთ. მოდი პირდაპირ ვიტყვი ახლა მე რომ ძალიან არ მომწონს ის ფაქტი რომ თამაში არის მადრიდში. ძალიან არ მომწონს. მე თუ მთელი ჩემპიონატის განმავლობაში დომინანტი ვიყავი, ბევრი ქულები დავაგროვე, ყველას ვაჯობე. რატო უნდა წავიდე ფინალის სათამაშო? აი ეს თუ გახსოვს, მაშინ პირველად როდესაც ეს დაიწყო, აი ეს ტრადიცია ბჭყალებში, რომ სხვაგან წინასწარ არის განსაზღვრული ფინალის ადგილი. ახალაძე ტოვებს მოვიდა ეს თუ რატო ყავდა მსხვილი რაკურსით. მაშინ სტოიანი შემოვიდა. მაშინ დაიწყო უმალვე იმაზე საუბარი რომ ეს იმიტომ ხდება მხოლოდ რომ ქართველებს ცოტა გაურთულონ და სხვასაც რაღაც შანსები გაუზარდონ, მაგრამ აქამდე შედეგი არ გამოვიდა. დაეგართულონ, აგვირთულონ, სირთულები გადავლახოთ. როგორც ფეხი აი ეს კარგი მოლი არის ბიძგი მივეცი წინ მივდივართ ვანო კარგად დაკოტრა და ჩაგვიქციეს რა თქმა უნდა ეს მოლი შეიძლება პატარა სინიკურადაც დავათ აბჟანდაძე ძელი პასი ნინიაშვილი და ართხა ერთი ფინტი წავიდა მაგრამ კარგა ხდებია მაგრამ ფაგას ფეხზე ნინიაშვილი ლობჟანიძე მარჯვნივ საღინაძეს უტვირთავთ უნდა დაუტვირთო დაუცებო და ძალიან კარგია კონტაქტში ახლოში ისევ ნინიაშვილი ას მოიფიქრებს დაგეშილები არიან პორტუგალიელები ნინიაშვილზე ლობჟანიძე გაიტანა ხაზეს პანდერაშვილი წამოვიდა მოიპოვა მეტრები კონტაქტში აბა კვესელაძე რასიზამს ყვიანურად ედო გადაიყვანეს ამიტომ დაბრუნდება ჯარიმის უპირატესობა გაფრთხილებული ხავდა არბიტრს ისედაც შეიძლება ცინიკურს გავიდა არა ცინიკურში გავიდა შენ სწორად აღნიშნე ისი რა არის 22-ში განსაკუთრებით რა მსაჯები უფრო მკაცრები თუ ჯარიმდები 22-ში უფრო კაცრად მსაჯობთ ამ მონაკვეთს და შესაბამისად ჯერემი როზიემაც გამოიყენა ხო თან მაყურებელსაც ემახსოვრება წინაზე დაუთვალა ამ ზონაში სამი ჯარიმა გაქვს შემდეგი იცით როგორც დასრულდებაო და დევიდ ვოლისი დატოვებს მოედანს. აბჟანდაძე კვლავ კიდეზე გადადის, ჩვენ კი კვლავ დერეფნიდან შევეცდებით ანგარიშის გახსნას. კი ბატონო, შევედით 15-ში და აბა ვნახოთ, კარგი მოლი ქონდა. ბოლოს და რა თქმა უნდა მოლით უნდა ვეცადოთ ახლა რომ წინ წავიდეთ. მოვიგეთ ბურთი დერეფანში, ჩაჩანიძემ ჩამოხსნა, გადავაწყეთ ყვაყეზე. ლელო ჩაიკვალა. ანგარიში გაიხსნა ილიას პანდერაშვილი. ხსნის ტაბლოზე ანგარის მე-20 შეხვედრაში.
ხო, მძიმე დაიწყო ჩვენი მატჩი, მაგრამ საბოლოოდ მოუახერხეთ მაინც ჩვენი მორკინალებით დომინაცია, ასე თქვა, შერკინიანური იყო. ჩაჩანიძე გაესალა და პირდაპირ წავედით, წავლეკეთ პორტუგალიელები. მე-20 შეხვედრა, მეხუთე ლელო ილიას პანდერაშვილი. ხო, აქ რო არ დაგვედო საჯი წავიდა საჯარი მოლეღოზე, რადგან ლილოს ხალხთან და მეორე ყუთელი ბარათიც მიეწეოდათ, მაგრამ საბოლოოდ პანდერაშვილმა გაიტანა ლელო და პრეტენზია არავის არ აქვს. აბჯანდაზე კი ეცდება რომ მე 7 ქულამდე გადავდოს სხვაობა. I couldn't go second one. Wow. Can I 400-იან ნიშნულს გადაცდა თედო. ქულების მხრივ. Maintenant, il reste 10 là. თედო აბჯანდაძე. თითქოს კარგი ტრაექტორიით მიდიოდა გაცუდა გარდასახვა 5-0 პორტუგალიელები დაახლოებით 35 წუთამდე იქნებიან. კაცნაკულები ჩვენ კი გვმართებს რომ ამით კიდევ უფრო ვისარგებლოთ და გავზარდოთ სხვაობა ჩამორჩენა პორტუგალიელების კიდევ უფრო დიდი გავხადოთ. დომინგოს კაბრალი სიღრმეში. ხო, მესამე ზონაში დააწყა კაბრალმა იმისთვის რომ მალე დაგვეფუნებინა და კარგი პოზიცია მიიღოთ, მაგრამ თედო აბჯანდაძემ წკინვალეთ შეასრულა ეს ყველაფერი და არც თუ ისე სახარბიო დაუბრუნდა ეს ყველაფერი. ცენტრს იქით გადავიდა თედოს დაარტყმული. შესანიშნავი იყო აბჯანდაძე. ახლა იმდენად არა პროგნოზირებადია დერეფანი დღეს ორივე მხარეს. José ნახოთ, შეგვიძლია ბრძოლა ამ დერეფანშიც. თან პოლისი გაყვითლებულია, მოიგეს სამაგიეროდ მარტინსზე. ფეხით, კვლავ ჩვენ ნახევარზე გადმოდიან, ტაბუცაძე ელოდება, ამბურს მოხსნა და უარდა, ლობჟანიძე იქვე იყო დაზღვევაზე და კონჩეტევას თუ გამოგვივა თამაში ნინიაშვილი ბრწყინვალედ შებოჭეს, შეაჩერეს უკანას დაგვახევინეს, მაგრამ რაკი ჩვენია რო დააკვირდეთ ნინიაშვილმა, წამიერად როგორ მოიგო უცებ პოზიცია, არ მიცეს საშუალება. ერთი პატარა მოძრაობით გაუშვა ხელი, აიღო და არ მიცეს საშუალება პორტუგალიელებს რომ ბურთი დამჯარიყონ საბოლოოდ. ამასაც ხშირად აკეთებს. ხო, სწორად აკეთებს, იმიტომ რომ გაჩერებულიყო ერთ ადგილზე, აუცილებლად დაძებოდნენ პორტუგალიელები ამ ბურთზე. რაკში კი წამის მიასედები წყვეტს ყველაფერს. მაღალი ბურთი გადაკიდება ჩვენ ნახევარზე. ლობჟანიძე ახტა და ვარეირომ შებოჭა საბოლოოდ, არ დაგვიჯენ გადავყარეთ საბოლოოდ. ბაბუნაშვილი ამზადებს დაარტყმას. გვაწუხებენ რაკში, საღინაძე წამოვიდა და ვისაც დაარტყა ყველა მოიშორა. თუ აი 3-2 მორაგბე არ დახვდა, ერთ კაცს აუცილებლად იშორებს. ძალიან არასასიამოვნოა საღინაძეს შებოჭა. და თავისმაც რომ მისნაირია თუ აკვირდებით რომ სათამაშო სტილითაც გავს გარეგნულ მსგავსებას რომ თავი დავანებოთ. კი ბატონო. კონტრაკის ცდელობა არ გამოგვივიდა, მაგრამ დაარტყმა ახურვა არ იყო ურიგო. იქვე შევაჩერეთ პორტუგალიელები, სადაც ბურთი მიიღეს მორკინალები მოგვიტიეს ამჯერად. ახლა კი კვლავ ფეხს ამზადებენ. რა თქმა უნდა მოუმატებენ ფეხით თამაშს, ახლა გადმოვლენ, შეეცდებიან ჩვენ ნახევარზე ისე გადმოსვლას, რომ იქ გაატარონ ბევრი დრო. ჩვენ კი ნაკლები შეცდომა უნდა დავუშვათ. მეტრეველი დარჩა ფეხზე, აბჟანდაძე ჩამოუსწრეს. კვესელაძე გაშალა, შველიძე, სახიფათოა შველიძე. სახიფათო და ძალიან კარგია ამ მომენტში შეინახა საბოლოოდ ბურთი კონტრაქციულობენ პორტუგალიელები აქ მალე უნდა გავიტანოთ აბჟანდაძე მივიდა 9 ნომრად სტოიანი მიეძალა შებოჭეს საბოლოოდ პორტუგალიელებმა აქ ლობჟანი ჯობია რომ დავაგრძელოთ ახლა რაკი და მაღლა ვითამაშოთ და ჰაერში ჩვენი ნახევრიდან ჩვენც არ გვიყვარს დიდად თამაში ტაბუცაძე მიყვება არც არის საჭირო ჩემი აზრით იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ საფრანგეთი ლობჟანიძე გაიტანა ხაზე მეტრეველი ნინიაშვილი მონახა უმალ და წავიდა დაარტყა ბიჭი აქ უნდა გაეხედა შიდა მხარეს კარგად მიყვებოდა მეტრეველი დაიკარგა ბურთი და კონჩეტევაზე უკვე პორტუგალია მოდის წინ თამაში და მალევე ბრუნდება უბრალოდ წინ პასი და მალევე ბრუნდება წინ თამაშის უპირატესობა შერკინება 30-ე წუთისთვის დროს ურიგო და არწევავს პორტუგალია 5 წუთი ღარჩება გასიმბინებული მესამე ხაზელის
შემოსასვლელად. Pas pour moi, mais je vais regarder, ok? De toute façon, je vais passer de ce côté. Let's go, guys! Let's go! აჩქარებს აქ ჯერემი როზიემ. Non, non, il y en a un et c'est là-bas. Donc, non, c'est bon. როგორი თამაში არა ფინალი, აი ზოგადად ჩვენი ვახავ თამაშობთ. Let's go, Osam! ის თამაშო. Please! გუბის თამაში რომ What we იყოს do? დაწყებული აქ უკვე გასული იქნება 1 5 6 ლეგო გასულ. What are we doing? ბევრად ნაკლებიც გადაწყვეტილება ნახია რა ხო. თქმა უნდა, რამდენჯერაც არ უნდა გქონდეს ეს ტურნირი მოგებული, ნებისმიერ ტურნირი Time out. ფინალს თავისი წნეხი ახლავს. ხო, შერკინება, სადაც აშკარა დომინანტები Here. ვართ მეტოქეზე და ნახოთ ახლა ასე უნდა გავაგზავნოთ წყნარად და მშვიდად ჩვენი საქმის კეთება. ნახოთ ტოიანი როგორ დადგება. ახალაძე რო და მელიქიძე რო კარგაძე რო შეიმოდი იქნენ. კი ნახეთ ეს. ჯერემი როზიე ძალიან გამოცდილი. აწ უკვე ხო ცოტა გადადივართ სივრცეში აქ. ძალიან გამოცდილი მსაჯია ჯერემი როზიე. ტოპ 19 რომ საჯობ ყოველ კვირას წარმოიდგინე. ხო, უდიდესი ფუფუნება არის ეს. უდიდესი ფუფუნება და უდიდესი ინტენსიობა და წმეხი გაქვს წარმოიდგინე თამაშებზე. აქ რა კარგი დაცვას თამაშობთ, კარგია კვესელაძე და მიტრეველის დუეტია. აქ ავდივარ ზემოთ უნდა შეუბოჭოთ, წამოვიდნენ და ნახეს სივრცე. სტოიანმა დააზღვია უკანა ზონა, კვლავ მარჯვენა ფლანგი, აგრესიული იყო სპანდერაშვილი. ბურთზე ჩასული ბაბუნაშვილი გადაყარეს მარჯვენა ფლანგი კვლავ პორტუგალიელები ბოლომდე არ წურავენ არც ამჯერად. აპტონი იყო მათი ყოფილი კაპიტანი. ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და ლუშტანოს კაპიტანია ასევე მათი აქ სივრცე ხომ არ მონახეს ჩვენს უკანა ზონაში. არა, როცა დავიჭერთ რომ ვასილიანიც ესე ხო, შვიდად შეხვდა ამ ეპიზოდს. ან უნდა გადასულიყო, ან უნდა დაეჭირა ვინმეს. საბოლოოდ ნინიაშვილი გამოდის ჩვენი 22-დან. და იქნება პორტუგალიის დერეფანი. ხო, ისე გამოდის და ისე მიილია ეს 10 წუთიანი მონაკვეთი, რაც მეტობაში ვართ. რომ ხეირიანი შეტევა ვერ განვახორციელეთ, შედეგიანი შეტევები ვერ ვაწარმოეთ. დრო კი იწურება. Sorry? ხო, ამას გარდა რაგბი ევროპის სხვადასხვა ფინალები გაიმართა, უნდა ვთქვათ, საბა მე-7 ადგილის ფინალში. ჰოლანდიამ დაამარცხა გერმანიას 66 ძალიან დიდი ანგარიშით. და უნდა აღნიშნოთ რომ მატჩი მსაჯობდა საბა მახარაძე და კიდევ ერთგან მას შოთა თერნაძე და საბა აბულაშვილი ეხმარებოდნენ. რაც შეეხება მე-5 ადგილის ფინალს ბელგიამ დაამარცხა შვეიცარია 39-16 და შვეიცარიაზე უნდა ვთქვათ რომ და ქება კი, უდიდესი პროგრესი აქვს შვეიცარიელებს. მთლიანად ამ რაგბი ევროპაზე კარგად გაისარჯნენ, უნდა ვთქვათ და ესეთი გამარჯვებები. მესამე ტურში ნიდერლანდები დაამარცხეს 23-23. ასე რომ არ ქონდათ ცუდი ჩემპიონატი, შვეიცარიამ დაასრულა 4 ქულით მესამე ადგილზე. ჩვენ და პორტუგალიამ კი უდანაკარგოდ 15 ქულით დავასრულეთ ჯგუფური ეტაპი. ხო, რაც შეეხება მესამე ადგილის ფინალს, ესპანეთმა მძიმე ბრძოლაში დაამარცხა რუმინეთი 24-23 და ახალ გავიგებთ პირველი ადგილის მფლობელს. On your side. დაახლოებით 1 საათში, თქვა დაახლოებით. აქ მოლი გაუჩერეთ და კამაჩო გაიტა საბოლოოდ გოლს. აპტონი მიეძალა, ხო, სულ თედოზე კეთდება კონტაქტი, სულ. და თქმა უნდა ეს ჩვენების დავალებაა ზოგადად რომ 10 ნომერს შეუძლია. სპანდერაშვილი იყო დომინანტი კონტაქტის ზონაში მორიგად. და ხო არ დავჯექით, არავე ბაბლოში მომეწამო, ეს ბურთი კამაჩო კარგად ამოწიეთ დაცვის ხაზი. კი, ილია სპანდერაშვილი. ზურგს უკან იკითხებოდა ეს გადაცემა, დახურული გვაქვს ზონები, დაკეტილი გვაქვს, ბურთი აღარ გავაშლევინეთ პორტუგალიელებს. მარცხენა ფლანგი, ახლა შეცვალე შეტევის მიმართულება და ფლანგზე არის თითქოს სივრცე და მეტობა ტაბუცაძე ექნება უპირატესობა, აღარ გავრისკეთ ამოგდება და ტაბუცაძე გადადენეს კიდეზე. ხო, კარგი მომენტი ყავდათ პორტუგალიელებს, შეგვიგორეს ბურთი, კარგი წნეხი დაგვედი და საბოლოოდ ტაბუცაძე გადაიყვანეს. ეს პასი კარგი იყო ნამდვილად. ხო, ეს არ არის წინ პასი, რა თქმა უნდა,
flat pass. ბრწყელ პას ვეძახი, მოსხეპილ პას მოდი ვთქვათ. და პინტო კარგად გაისარჯა. და პორტუგალიელებს დერეფანი ისევ ცოტა გაგვითამამდნენ, უნდა ვთქვათ, ეს ბოლო წუთებია. და ეს ყველაფერი იმის ფონზე რომ გასნაკულებია. გასნაკულებია და ამის და მიუხედავად აი დიდძალი წინსვლა მაინც არ აქვს. უნდა ვთქვათ. იცი რა, მათთვის ამ მომენტში მთავარია რომ სანამ ეს აღდგება რიცხობრივი დანაფარდება, სანამ აღდგება, იქამდე დრო გაატარონ ჩვენ ნახევარზე, ქულა არ გაუშვან, მაგრამ ქულა არ გაუშვან კი არა, გვიტევენ მთელი ეს 10 წუთია ლელოს შემდეგ. კი ბატონო, მორიგი მიძალება, ხო, კონტაქტში რო გაუჭირდებოდა პორტუგალიას, ხო, ორი აზრი არ არის ბაბუნაშვილი, ზევ კამაჩო, გაიტანა ხაზზე, აქ მარტა შემოვიდა საბოლოოდ, გაუშვა ხელი აიღო. გადამდები უნდა იყოს პანდერაშვილის აგრესია ყველასთვის, მაგრამ გვაკლია დაცვაში. გადაიდოთ, კარგი იყო, სამაგი ბოჭო აქ პორტუგალიელი მოდიან პანდერაშვილი, ასმუშაობს და აკვირდით, უბრალოდ ყველა ბოჭვაში. მაგრამ შემდეგ უკვე დაგვაჯარი. მამ საჯმა მოკლე გადაკიდება აღარ გამოვა, ვანო კარკაძე, ალბათ თამაში რომ ყოფილიყო ფეხსაც შეეცვლებდა. არ ჭირდება, ხო ეს რაგბი ევროპის ოპერატორებმა ვერ ისწავლეს, რომ ესეთ მომენტში ტრიბუნა კი არ უნდა გვაჩვენონ, არამედ უშუალოდ მომენტი უნდა გვანახონ. რაგბი ტიმის ოპერატორებისგან თუ ისწავლიან გადამზადება პატივცემული ლევან ლეკვეიშვილისგან თუ ისწავლიან ძალიან კარგი იქნება. გადამზადება რომ გავატაროთ. ახლა კი უკვე ემზადება დევიდ უოლისი შემოსასვლელად 10 წუთიანი მონაკვეთი ისე გავატარეთ რომ ლელო კი არა ქულაც ვერ ავიღეთ და აღდგა რიცხობრივი თანაფარდობა. აქეთ მივიღეთ მუდმივად ხო. დიდი ალბათობით. კი ბატონო და 5-ით არც თუ იმ ტემპში გაგრძელდა და იმ მოცემულობაში რა მოცემულობაც აქამდე იყო წინა 2-იც გასატანი იყო, მაგრამ ეს კიდევ უფრო მარტივი წესია. ეს არის ჩათვალე 11 მეტრიანია მეკარის გარეშე. თვალახეულმაც რომ უნდა გაიტანო. ნიაზ მამრიკიშვილი როგორც ითქვა. დავესესხოთ. კი ბატონო, აქ ვარეირომ გადაიბარა კაბრალის საქმე, ესე ვთქვათ. კიდე დაუგვიან და მე მგონი 5-3 პორტუგალია წამოგვეწია ერთი ჯარიმის ზონაში შემოვიდნენ. ჩვენ კი ცოტა გამოსაფხიზლებელი გამოსაფხიზლებელ ნიშნად უნდა მივიღოთ ეს გაშვებული 3 ქულა. მალევე შევიყვანეთ ბურთი ტაბუცაძე ადის სწრაფად ბოჭვას ასრულებს საყიდე გადავიყვანოთ არავერ გადავიყვანეთ მაგრამ შემდეგ მაინც გადავიყვანეთ ვანო კარკაძე იყო იდეალურად შესრულებული ეპიზოდი ჯერ ვერ მოახერხა მონტეირომ მიწაზე წასვლა ისე რომ რაკი ჩამოყალიბებული იყო და უსაფრთხოდ გასულიყვნენ პორტუგალიელები ამის შემდეგ უკვე ვიყო ჩაღეთ ეს არის კარგი მომენტი ჩვენთვის რომ პირველი ტაიმი ძალიან პოზიტიურად დავასრულოთ იმ ძიმე 40 წუთის შემდეგ რაც გავიარეთ. აბა კარკაძე ორი ხელით ბაბუნაშვილმა მოიგო ჩამოყალიბეთ მოლი წამოვიდა კვესელაძე რა კარგია კონტაქტში წინ წავიდა ლობჯანიძე სწრაფი ბურთი გვაქვს ჯალაღონია ისევ წინ წავიდა მოახერხა მეტრების მოგება 5 მეტრიანში შევაღწიეთ აღარ უნდა ითამაშოს პორტუგალიელმა ახლა აქ ჩემი აზრით შეეძლო თამაში, მაგრამ საღინაძე მორიგი მიძალება ჩაჩანიძე მივიდა აქ, აიღე და მიეძალის გადავიდა მელიქიძეზე ჭკვიანური იყო ეს გადაცემა, იმიტომ რომ პირდაპირ წავიდნენ ბურთის გაამტანზე. სტოიანი ხო, კარგად უდგას ჯერჯერობით პორტუგალია თან უჯარიმოდ იცავს თავს. მე მგონი ჯერ უნდა ვიჯახაოთ, კვესელაძე შველიძე. მოგდება შველიძემ ვეღარ მოახერხა ჩამოყალიბდა კვლავ-რაკი მინიმალური წინსვლა ჰქონდა მელიქიძე ახლა გამაჯექიო უკანო უთხრა საღინაძეს დგას ფეხზე ისევ ზედ ლელოს ხაზე არის ახლა ბურთი ჯარიმის უპირატესობა სტოიანი ჩადო ბურთი ტემპი გვაქვს ძალიან დაბალი აიღე და მიეძალე კვლავ შეძრა ბაბუნაშვილი ჩაიხურა დაბრუნდება ჯარიმის უპირატესობა დროს გააჩერებს არბიტრი და
ხო, გაესაუბრება. ალბათ ზედმეტი იყო ის წინდა სხვა ეცადა რამონაშვილი ოზდადებას, მაგრამ საბოლოოდ ჩაიხურა ეს ბურთი, დაგვიბრუნდა უპირატესობა. წინაზე ვნახეთ ძალიან საინტერესო გათამაშება, ხო, რომელიც ესე ხეირიანად ვერ დავასრულეთ და შედეგიანად, მაგრამ აი ახლა უკვე შერკინება ავირჩიეთ. შერკინებაში გვაქვს რა თქმა უნდა პრეტენზია იმისა, რომ 15-იანიდან წინსვლა უნდა გქონდეს და ჯარიმა ავიღოთ და უპირატესობით ვითამაშოთ. ნახოთ რა გამოგვივა. კი ბაბუნაშვილმა ზედმეტი იყო ეს მოცილა სხვა. მოთმინება და აკლდა მცირედი. ახლა აქ ბაბუნაშვილს ეწყობა შერკინება. აი მის მიწურულს გვაქვს მეორე ლევels შანსი. თან შანსი არის შესანიშნავი მთელი მარჯვენა ფლანგი შესატევად მარცხნივ. არის ასევე სივრცე, სადაც ორი დამცველი უყენია პორტუგალიას, ასე რომ ბევრი ვარიაცია არის რა როგორ შეიძლება გავათამაშოთ. გავაღონიაც ვიცით რომ ძალიან კარგი წამღებია. საინტერესო იქნება რას როგორ ავირჩევთ. პირველი არის ის რომ უნდა მივუაწოთ. ეს მოცემულობა მე მგონი არც განიხილება, ხო? კითხვის ნიშანი აქ არის მის. თუ შევიტან და ჯავაღონი იქ საბოლოოდ დააფინიშებს. მაგრამ მინიმუმ ჯარიმა უნდა გამოსტყუოთ ახლა ჯერემი როზიეს. ხო, შემდეგ უკვე უფრო მშვიდად შეგვეძლება ბურთის გათამაშება და დაზღვეული იქნება ის შეტევა. მეორეც და შერკინების მოწყობის ბოლო 10 წამის უკუთვლად დაიწყო 2026 წლის რაგბი ევროპის ფინალური შეხვედრის პირველი დაიწყო. გავიტანოთ. კონდა უპირატესობა და შეგვეძლო გატანა. კაპიტანს დაუძახა ჯერემი როზიემ, საინტერესოა რა კომუნიკაცია ექნება ახლა კაპიტანთან. მოვისმინოთ. ხო, გაწყდა ხმა საჯის, მაგრამ ჩემი გამოსილებით ვიტყვი რომ შეკინებაში ბევრი ჯარი, ხო, სამი ჯარიმა მეტი აღარა, შეკინებაში ბევრი ჯარიმა გაქვთო და აღარ მოხდეს მასეთი რა. რამო. ხილება გასაგებია, დარწმუნებული ვარ არც პორტუგალიელებს სურთ რომ მსგავსი რამ განმეორდეს, მაგრამ სტოიანი კარკაძე, მელიქიძე და ჩვენი ეს 8 მძიმე მოთამაშე სხვა შანსს პორტუგალიას ჯერჯერობით არ უტოვებს. ნინიაშვილი ბოლომდე აღებული მოედნით, კიდევ ერთი ჯარიმის უპირატესობა. ჯიბეზე იკრა ხელი. ლუის ლოპეს ყვითელი ბარათი. გახარებული ჩვენი მორკინალები. collapsing going to the floor. ჩაქცევა ლუის ლოპესისგან. მის მიზეზად ნუნო მასტრაინასი. We hope sir please. Time is over. ხო, შეკნება უნდა მოვითხოვოთ. ეს ჩვენი დომინაცია უნდა გამოვიყენოთ ბოლომდე. ხო, ფაქტია, ისე არ წაგვივიდა თამაში, წნეხიც გვაქვს საფინალო. აი ზუსტად აქეთ მივდიოდი მეც რომ საფინალო წნეხი ჩვენზეც მოქმედებს რა თქმა უნდა და გამოვიყენოთ ის უპირატესობა რაც გვაქვს. აუცილებლად. და შემდეგ ვიფიქროთ ცოტა სანახაობაზეც. ჯერჯერობით არ წაგვივიდა ეგრე თამაში რომ სანახაობაზეც და შედეგზეც ერთდროულად ვიფიქროთ. ჩვენ რომ ახლა დავიწყოთ გავათამაშოთ, მე ამ ბურთს დაგვივარდეს ან დაგვიჯდეთ, დამჯერე უფრო დიდი წნეხი დაგვედება ჩვენ. სწორედ ამიტომ ჯერ შედეგი საქმეში ბოლომდე რასაც კარგად გამოგდის, ის გავაკეთოთ, მივიღოთ უპირატესობა, თუ ვერ შევედით ბოლომდე უპირატესობით ხელით ვითამაშოთ, სწორი ასეა და ამას აკეთებს სამხრეთ აფრიკა. რას არიან დომინანტები? იყენებენ იმას ჯერ პირველ რიგში, შემდეგ უკვე ის რთაზე ჩასაფრებული ტაცებლები. გამოყავთ ასპარეზზე. ნიკოლას მარტინსი ჩახსნეს. გადავუარეთ ჯავაღონია. ესეც ტაიმის გვირგვინი. ლოგიკური დასასრული მოყვა ამ შერკინებას. არ ზედმეტი ემოციები არ გჭირდებათ, სიმგონებაზე დავრჩეთ ჯობია და ჩვენ საქმეს მივხედოთ სწორი
გადაწყვეტილება მივიღეთ და სწორად დავასრულეთ ყველაფერი. როგორი დომინანტები ვიყავით შერკინებაში და აგერ ჯალაყონიას ხება. მე-11 ლელო ეროვნული ნაკრების მაისურით 49 შეხვედრაში მიუახლოვდა ისიც 50-იანთა კლუბს. თედო აბჟანდაძეს კი ექნება შესაძლებლობა ახლა და ბევრად უკეთესი პოზიცია იმისათვის რომ 102 გარდასახვა გაიტანოს ბორჯღალოსნების რიგებში. თუ გესმით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენი ჰიმნი რო ააჟღერეს ჩვენ ეოსთან ერთად. კი ბატონო და პოზიტიურ ნოტაზე ვასრულებთ პირველ ტაიმს. გარდასახვაც არ არის. რთული კატეგორიიდან. არა, მემარჯვენეა და კარგი დამწყებია უნდა ვთქვათ. და წელს არის წელს არის კარგ ფორმაში. კი ბატონო, გაიტანა და 12-3-ია ესეთ ნოტაზე გავდივართ შესვენებაზე. შევისვენოთ მოთამაშეებთან ერთად 10-ოდე წუთი და ფინალის მეორე ტაიმით, მეორე 40 წუთით დაგიბრუნდებით სულ მალე.